გამარჯობა შევუნოთ რა. გამარჯობა შევუნოთ ხრათ კი. მოგესალმებით, მე ვარ რეზი ჭკუასელი, ეროვნული ოსტატი ჭადრაკში, ეს არის ჩემი შვილი თაია ჭკუასელი, 5 წლის. დღეს განვიხილავთ თაიას პარტიას და იმედი მაქვს თქვენს გამოგადგებათ და ვნახავთ თაიას შეცდომებს. აბა ვნახოთ. თაია ხვდება ეხლა შეხვდა თავის ნათლიას, ნოდო ნათლიას, რომელიც ძალიან უყვარს. ჩვენი იუთუბერი ლორდ ქიფანიძის აზრი. აბა ვნახოთ ეხლა როგორ ეთამაშა ჩვენმა 5 წლის თაიამ ნოდოს. პირველი E4, ნუ ჩვენ ვიცით რომ ვიკავებთ დასაწყისში ცენტრს და ცენტრისთვის ვიბრძვით, ხო ესეა? ნოდომაც არ დაუთმო. არაფერი ცენტრისთვის იბრძოლა ნოდომაც. ხედარი F3 დავემუქრეთ E5 პაიკს. ნოდოც არ შეცდა და დაიცვა E5 პაიკი. თაია თამაშობს შოტლანდიურ გამბიტს. ხო ესეა? ვაკვლევინებთ პაიკს აქ. ანუ გამბიტი ზოგადად რა არის? გამბიტი არის, როდესაც რაღაცას წირავთ და შემდეგ ვიღებთ იმაზე უკეთეს. ამ შემთხვევაში წირავთ პაიკს ფიგურების განვითარების სანაცვლოდ და ვცდილობთ ძალიან ბევრი მუქარა შევქმნათ. კუდ C4, რაც სწორად ითამაშა თაიამ, ხედარი F6. სადებიუტო რეპერტუარი ჯერჯერობით სწორად მიდის. ხედარი G5, რას დაემუქრე? აბა მოდი ვკითხოთ ახლა თაიას. აბა რას დაემუქრე თაიამ? ხედარი G5 რატომ მოხვედი? ხედარი F7 დავემუქრო, რომ ლაზერსაც დაეჭოლსაც. ანუ ხედარი F7 გინდოდა რომ აქ მოგეგო. კი ბატონო, მაგრამ ნოდომ ადგა და დაიცვა ეს, ხო? და რას დაგემუქრა კიდე? კუს. კუს, სწორია. ამიტომ კუ გავწიეთ. უნდოდა რომ გავეგდეთ აქ, მაგრამ თაია აქტიურად თამაშობს და არ უთმობს, მოკლედ ამ ხედრის უკან წამოსვლა არ უნდა. F4, H-ჟ მოგვიკლეს ხედარი, ჩვენც მოუკალით. ხედარი E4 და ლაზიერი D4. ეს არის დებიუტი. ხედარი C5, უნდა ამ კუს მოშორება, თეთრები რას აკეთებენ? როქს, გახსოვს ხო ეს პარტია? კი ბატონო, როქს აკეთებენ. და აქ ნოდომ მოვიდა ხედარი E6, რაც ალბათ მიცა შანსი, რადგან აქ არის ერთი გაგრძელება არის ხედარი B3 და ამ კუსი იყვანენ და შემდეგ D5 საუკეთესო გაგრძელება, ან არის პირდაპირ D5-იც შეიძლება. მაგრამ ნოდომ მოვიდა ხედარი E6. თაიამ ითამაშა პირველი გაგრძელება Q6 მოუკლა. აქ ლაზერი მოგახსოვს. და აი აქ შენი თამაშე ხედარი C3, რაც რაღაცა შანსი გქონდა და ვერ გამოიყენე. აბა შენი აზრით ეხა ხედარი C3 აქ თუ კარგი არ იყო? რა იყო ისეთი, რაც უნდა გეთამაშა? რა კუთი მომკლა პაიკი. კუთი მოგეკლა პაიკი. კი ბატონო, კუთი მოგეკლა ეს პაიკი, შეიძლება კიდე უკეთესი გქონდა, აი კიდე უკეთესი. აბა აი ეტლით რომ ეს პაიკი. ოჩახე, ეტლით რომ მოგეკლა. ეტლი F7 აქ იყო ბევრად უკეთესი, რადგან მეფე ძალიან ცუდ მდგომარეობაში ყავს, კუ ვერ გამოდის და აქ ძალიან ბევრი მუქარებია და თეთრებს ექნებოდათ უკეთესი, მაგრამ თაია არ დაფიქრდა და იჩქარა. ამიტომ სიჩქარე არ არის ხო კარგი? ეგრე გამოდის. ამიტომ ყოველთვის უნდა ვაკონტროლოთ რას გვემუქრება და რას ვემუქრებით. აი, მიხვდა ნოდო ნახე? დაიცვა რა დაიცვა. F7 პაიკი ხო? ეხლა შეგიძლია მოკლა? არა. აღარ შეგიძლია. მაგრამ შეგვიძლია მოუკლათ G5-ზე კუ. გამოიყვანა იმანაც, აი ეს რა გინდოდა ხო ვერ მეტყვი, აი ეს ასა. ანუ რა კუ ვერ გამოსულიყო. აქ ძალიან კარგი, მაგრამ ნახე კუს, აქ კი არა, ნახე უკეთესი გამოსასვლელი, აი
C5 უჯრაზე და მაშინ ეს უნდა მეთამაშე თამაში კუაიაკ. კუაიაკ შეიძლებოდა მართალი ხარ და კიდე უკეთესი მხედარი E4 შეიძლებოდა რომ მხედარიც ნახე რა აქტიურად დადგებოდა ხო? ძალიან აქტიურად დადგებოდა და კუც აქ ვეღარ შემოვიდა და აქ იყო ნახე A3 კუც E6 და H3 ხო ესე აქ მოვიდა QE7 გავუცვალეთ ისე არა აუცილებელი ყველაფერი გავცვალოთ ხოლმე შეგვიძლია რომ არც გავცვალოთ რაც ჩვენი ფიგურა მოგწონს დაუშვათ და იმის არ მოგწონს მაშინ არ უნდა გავუცვალოთ ეტლი D1 რატომ მოხვედი რა დაიკავე აბა როგორი ხაზია ეს ღია ხაზი ხო ღია ხაზია ეს კი ბატონო და ღია ხაზი უნდა დავიკავოთ ეტლებით შემდეგ ეტლი D8 აქ ნახე რა ხდება რო უცვლით მე ის იკავებს როგორ ხას ღია ხას ხო ესეც ეტლი D1 და აი ეხა არის თანაბარი პოზიცია იცი ანუ შენ ნოდოსთან ქონდა თანაბარი მეფე F4 მშვენიერი ეს ყოჩახეს არ მახსოვდა ეს კაისლო გაიკეთებია ანუ ენდშპილში ხო მეფეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ენდშპილი რა არის ჭადრაკი შედგება 3 ნაწილისაგან ხო დებიუტი ანუ დასაწყისი მიდ ენდშპილი ანუ შუა თამაში და ენდშპილი ანუ თამაშის დაბოლოება და ენდშპილში სწორედ თამაშის დაბოლოებაში მეფე ძალიან ძლიერი ფიგურა არის F5 აი აქ აბა პაიკი რო ორზე მოდის რა შეგიძლია აბა გავითაყვანა აი ყვანე მერე გავლით აი ყვანე ოჩოხ შენ ის არ მახსოვდა გაგახსენდა ესე იგი ეტლი G აი საშინელი სვლა არის ჰა არა აი ეს რა თქინდოდა მან კიდე მიკავაც წინახაში აბა ღია ხაზი რანაერად ღია ხაზი არის სადაც პაიკი არ დგას და აქ დგას პაიკი და გიკეტავს არა ეტლი G ძალიან სვლა იყო F5 G3 და ნახე ეს პაიკი რას იცავდა ეს პაიკი იცავდა თავის მეგობარ პაიკს ხო მერე მეგობარმა უღალატა ჰა რაკნა მეგობარი წავიდა და დაატოვა დაუცველი H3 პაიკი ეხა შემოუტია ნოდო არ დაინდო კუ თავისი უნდოდა რომ ხედარი მოეკლა მაგრამ ეცადა გადარჩენას თაია მაგრამ ეს პაიკიც დაცული იყო ეხა ესე ნახე აქ გაგიცვალა რატო გაგიცვალა იცი მამა რატო იმიტომ გაგიცვალა რომ წინ იყო ანუ ზედმეტი ყავდა იმას რამდენი 2 პაიკი და როდესაც ზედმეტი ყავს შეგიძლია თავისუფლად გაცვალო ფიგურები და გადახვიდე მოგებულ ენჩვილში აი შემოვიდა ეხა გაიყვანა ლაზიერში და ცოდნია ნოდოს ლაზიერით ჩამართი რა მაგარი და ამას აღარ უყურებ ეხლა შამათია კი ბატონო დავამშვიდობოთ ნახან გილათა დანიშოლა აბა კარგად შემდეგ შეხვედრამდე შემდეგში კიდე უფრო კარგ ვიდეოებს დავდებთ